გამარჯობა. გამარჯობა. ეს არის მარტოობის. გავიგებთ რამდენი ხანში, რამდენი წუთია. შენ აქენი ხომ იცი? რა. ჩემს თვარია ბასტო. რთულია რა, გითხარ ხომ რამდენი ხანი გაგრძელდა და მაგდენი თქვი ხარ მარტოობის მაგდენი წუთი. ბოლოს თქვა. ხო, გოგო. მაგრამ მე მონტაჟ ჩატს თავიდანაც. მიიღწია. ჩემი ძალიან კაი სპონსორია Subway. Bravo Subway, უღრმეს მადლობა. რა და სპონსორეთ ეს ადამიანი მართლა იმსახურებდა. ეგრევე ვფიქრობ მე. კაი. მე ხარ მაშინ როდესაც საკუთარ თავთან მარტო რჩები. ის ვინც მარტო როცა არ ვარ. მართლა ამბობ? კი, ზუსტად 100%. მაგაზე რაღაც ეტაპზე ცხოვრებაში მივხვდი, რომ ესეთი რაღაცა ვთქვი რა, ჩემ გონებაში, ჩემ გენიალურ და იდეალურ გონებაში, რომ ყველაზე პროფესიონალი რაში შემილია ვიყო არის საკუთარ თავად ყოფნა. ანუ შენ როცა შენი თავი არ ხარ, თამაშობს სხვა ვთქვათ რა და შენზე მაგარი შენი თავი ხო ვერავნერ იქნება. ანუ ერთადერთი რაც ზუსტად იცი რომ შენზე მაგარი ვერავნერ იქნება არის შენი თავობა. და ყოველთვის ვცდილობდი და ვცდილობ და ვაგრძელებ რომ ეგრე იყოს, ვცდილობ რომ ეგრე იყოს. ვინც ვარ მართლა მარტო ვინც ვარ ისე გამიცნო საზოგადოებამ და ის რაღაც კონტრასტი არ იყოს რა. შეიძლება 99%-ით ახლა აი ტრაქში ესე ხელი შეიძლება არ ჩავიყო, შეიძლება მარტო როცა ვიყო შეიძლება გავაკეთო. ხო, შეიძლება იგეც. არ მომფრო ვაკეთებ, მაგრამ ვცდილობ რომ მაქსიმალურად ახლოს იყოს მარტო მე და არა მარტო მე ერთმანეთთან. ხო, მაგრამ რაღაცა მაინც ალბათ იქნება. მუსიკოსი? არა, ხო, არა. რაღაცა მაინც მგონია რომ არის რა კიდე. ანუ ვერ იქნები. მოწყენილი ვარ. ეგეთი მხიარული საკუთარ თავთან ვერ იქნები რა. მხიარული როგორ ვიქნები მარტო გიჟი. ანუ პროსტა უფრო მოწყენილი ვარ, ვიდრე მარტო არ ვარ, მაგრამ ხალხში ყოფნა უფრო გიყვარს თუ მარტო? ხალხში და მარტოც გააჩნია რა. ანუ დაბალანსებულად ორივე? აი ხალხში ყოფნა, აი რო შემომხედო გეგონება რომ ხალხში ყოფნა უფრო მევასება რა. მაგრამ მარტო რო ვარ, მანდაც ძალიან კარგად ვარ, იმიტომ რომ მარტო რო ვარ, მაშინ ფიქრის საშუალება მაქვს და როცა მარტო არ ვარ, მარტო იმაზე მეფიქრება, რომ სხვა რაღაცებზე მეფიქრება, არ მეფიქრება რა, ანუ. ეხლა მე დაშ რო ვიცი და შენ განწყობაზე უფრო მეტი მეფიქრება, ვიდრე რაღაცა სხვაზე და როცა მარტო ვარ, სხვა რაღაცებზე მეფიქრება და მანდ ვიზრდები ალბათ, ანუ ვიტენები ან რაღაცა კიდე. მე ხალხში რო გავდივარ, იმას ხარჯავ რა. აი გაქვს ხოლმე ეგ რომ აი მაგალითად ხალხში ძალიან დიდი ხანი გიწევს ყოფნა და აუ რაღაც მომენტში მინდა რომ ცოტა ხანი ჩემპიონში ვიყო რამოდენიმე დღე. გაქვს ხოლმე ეგ? ცოტა ისე ამაყი ხასიათი მაქვს და შეიძლება მაქვს, მაგრამ არ ვაღიარო. ეგ ცოტა აი დამარცხებულის პოზიციისავითაა, რომ აი მე დავიღალე, რას ქვია დავიღალე, მე ხო არასდროს არ ვიღლები. შეიძლება დავიღალო, მაგრამ არ თქვა, რომ არ ვაღიარო რა, რომ დავიღალე რა. და ისე პატარა ეგოიზმი გაქვს ხასიათში? პატარა ხასიათში დიდი მაქვს, მაგრამ ვიმუშავე და ფართობი გავზარდა და ის პატარა დარჩა შესაძლოა. თორე ალბათ ყველაფერი მომაშორო საერთოდ, აი მენა ეგოისტი ტიპი ვარ რა. კარიერისტი ხარ? კარიერისტი არა, უფრო აი აღიარებისტი. ხო. ანუ კარიერა არ მაინტერესებს, მაინტერესებს რომ გაღიარონ. მაგაში რომ კარგი ხარ. არ შეხედე გავაგებინო ყველას რამე კარგი თუ ვიცი ან გამიკეთები ან გავაკეთებ, აი მინდა რომ მაქსიმალურად ყველას გავაკეთებ. აი ეგ არის ჩემი ხელფასი ერთადერთი რა, ანუ არაფერი მაგაზე ძვირფასი არაფერი ვერაფერს ვერ მივიღებ რა. ძალიან მაქსიმალისტი ხარ ესე იგია რა? რას შეკეთებ უნდა იყოს აი 100-დან 100. საერთოდ რომ დაკმაყოფილდე და შეიძლება ვიღაცას მოგთქვას რომ შენ ეს გაიკეთებ რა მაგარი გააკეთებ, ჩემთვის შეიძლება ეს არაფერი არის. მწვენოდეს კი აი შეიძლება ვიღაცას რაღაცა ითქვა ვიდეო აღო რა მაგარი ვიდეოა შეიძლება და სანამ დავდები მწვენოდა მაგის დატება. აი ეგეთი ის ყოფილი იყო რა. და გაქვს მგონი რომ არ გაქვს, მაგრამ მაინც კითხავ და მაინტერესა. აი ტკბობის არც ერთი წამი არ გაქვს ხო? ანუ საერთოდ სიამოვნებას ვერ იღებ შედეგით. არა და იმას ვერ ოცნობიერებ რომ ეხლა რაც გააკეთე ცოტა ხნის წინ ოცნობობდი მაგაზე? კი. ანუ მაგრამ მაინც უკვე მიაღწია და ვშაო. ხო და მე უყურე ეგ ხო აი სიამოვნების მიკნოპკაზე ხო არ მაქვს რომ სიამოვნება მივიღო რა. ანუ სიამოვნებას ვიღებ პროცესით, მაგრამ აი ხელებს ვერ ანუ აი როგორ ახსნა არ ვიცი, მაგრამ პროცესით სიამოვნებას ვიღებ, მაგრამ შედეგით მაყოფილი არასდროს არ ვარ. ხო, ნუ ეგ არის უტყუარი გასაღები, მუდმივი წარმატების საერთოდ პროცესით რო იღებ და სიამოვნებას. მე ხარ რომ მეკითხება, პრეზიდენტობა, აი რო გეკითხა პრეზიდენტობა მინდა. ანუ იმიტომ კი არ მინდა პრეზიდენტობა, რომ საქართველოს პრეზიდენტი მინდა ვიყო.
აი უფრო მეტაფორასავით არის ბოლო წერტილის რა, რაღაცის რა, ანუ ყველაზე მაგარი არის პრეზიდენტი ვთქვა. ხო, ტორჩი ბეზე რა. ხო, და სანამ მაქამდე მიხვალ, თუ მიხვალ მაქამდე ხო ძალიან მაგარია, მაგრამ თუ ვერ მიხვალ, ესე იგი არასდროს არ შეწყვეტ რა, წინსვლას რა მაგისკენ. და მაგიტომ მიზანი ყოველთვის აი ოცნება თუ რაც არის, ყოველთვის მინდა რომ აი ძალიან იქით იყოს, რომ აი ან თუ მივალ, რომ მივიდე მართლა ძალიან კმაყოფილი ვიყო, ან თუ ვერ მივალ, სვლაში ვიყო რა. ოღონდ ეს არ გადამიწყვეტია. ანუ ეს სადღაც არ ავდექი და მე მოდი ესე ვიზამო. ხო, მაგრამ ძალიან აი სიმართლე რო გითხრა, ბევრ რაღაცაში ხელს მიშლის ეგ რა. აი მაგალითად. მე დამშვიდებაში, ანუ ძილში, ხო, აი ძილი არის ჩემთვის ეგზოტიკა რა. რო ძინავ, შურს იმედ გაიღვიძეთ, რანაირად გძინავთ, ანუ ვერ ვიძინებ. ფიქრი მე მგონი ძალიან ბევრი გაქვს ტვინში, ძალიან ბევრი ტრიალი. ფილტრაციას არ უკეთებ? ფილტრაციას? რას ნიშნავს ფილტრაციას? რა ფიქრი შემოარაგავა? ძალიან ბევრი ფიქრი, როდესაც შემოდის თან სხვადასხვა საკითხებზე შემოგდის, უეჭველი ვიცი რა. ერთდროულად შეგიძლია რამოდენიმე საქმეზე იფიქრო, რომ აუ ესეც უნდა გავაკეთო, ესეც. არასდროს, ანუ არ ვიცი. ყველაფერს ედები მაინც? ხო. და უყურე თქვათ რა, აი 20-მა კაცმა მომწერა, აი ოღონდ ნელ-ნელა რა, ჯერ ერთმა მომწერა რომ ბასტო ეს შეგიძლია, მამაში მომეხმარო თქვათ, ის იმაში მოდი, იქ მივიდეთ. ყველას კი სვეუნები, საერთოდ, იმიტომ რომ იმ მომენტში მგონია რომ შევძლებ, იმიტომ რომ რაღაც მარტივია და პროცესში რო გადავდივარ, რაღაც იწელება, რაღაც იმაშვება, რაღაც იმაშვება, მე ტიპს რო არასე ტყვი უფრო ნაკლებად წყინს, ვიდრე კის რო ეტყვი და მე აღარ გამოგდის რა. და ეგეთი რაღაცებს ძალიან უარის თქმა მიჭირს. ოღონდ იმიტომ კი არ მომფუარს რომ ის ანუ უბრალოდ მგონია რომ მართლა შევძლებ რა, რასაც პირდები ადამიანს, მართლა მაქვს მაგის დრო რაღაც, მაგრამ უცებ მაგის ზემოთ სხვა რაღაც გაიჭდება, რომელიც უფრო პრიორიტეტულია, უფრო პრიორიტეტი და ამას გადავწერ, რომ ამას ცოტა ხანში მივხედავ როგორ, მაგრამ მივხედავ უეჭველი. და როცა უნდა მოწერ, სულ ვიცი რომ ანუ სულ მახსოვს, მაგრამ პრიორიტეტი ზემოდან სულ რაღაცა ჩდება რა. და ეგრე აი მეგობრებთან მაქვს მაგალითად ძალიან ბევრი აი უამრავი მეგობარი მყავს რა და ბოლო პერიოდში საქმის იქით მეგობრებთან ნათესავებთანაც დრო არ მაქვს რომ მიურთიერთო ხო და იქითა გადმოსახედიდან წენასაც ხვდები უგრძნობ რა უნდა ეხლა რომ აი თვეში ერთხელ მაინც რა უნდა რო გადადგა ნაბიჯი და მიხვიდე და რაღაცა ყურადღება გამოიჩინო იმდენად ანუ არ გამომდის რა. დრო არ ყოფნის არადროს ეგრონია? ხო, დროც არ ყოფს და თან გემრიელად მინდა გავაკეთო. აი 6-ზე რო გასასვლელი ხარ, 3-ზე მეგობართან ვერ მივალ კაროჩე რა. ანუ აი რის გამო მივიდე, ანუ აი უნდა მივიდე და გამოვიდე და მე მაგოდი ხვალ გადავდებ რომ ხვალ იმენა დაუთმავ მაგას მეგობართან. მაგრამ ხვალამდე გამოჩნდება უკვე. რაღაც გამოჩნდება ისეთი რაც ისაა და ჩემ ცხოვრებას ხვები. უტრფელად მესმის ვინც გაგაწყენებულია მაგის გამო, მაგრამ გუტრფელად მესმის საკუთარი თავის და ჯერა რომ რაღაც ეტაპზე მივალ იქამდე რომ ბოსტონის გარდა არაფერი არ მექნება გასაკეთებელი და მე ყველას დაურიგებ ჩემს ყურადღებას. იმედია მოხდება ეგრე. ბოსტონი ის მე პროსტა შვიდი ცხოვრების ისაა რა. ხო, ჩემთვისაც მეთქი ხوار უნდა თქო გახიზუნა. არა, გახიზუნა თუ გავიხეს აქვე უნდა გავიხესნა ქალაქის შორს ვერ წავალ, მაგრამ ბოსტონი ძალიან მინდა რა, მაგრად მინდა ბოსტონი რა. ოღონდ ბოსტონი ეხლა შემიძლია ბოსტონი მქონდეს, მაგრამ ბოსტონი რომ მაგასთან სხვა რაღაცებზე უიხსრა და ანუ ის მინდა რომ მომთავრო და ბოსტონი მე მქონდეს რა. შვილიც ეგრე მინდა, შვილი მინდა, შვილისთვის და დრო მქონდეს რა, ყველაზე მეტად რა. მაგიტო არის რომ არ ხო, მინდა აქედან, აი ხა ვარ ძალიან ჰარდკორზე გადართული რაღაცა შევქმნა მექანიზმი, რომელიც მე ანუ ის იქნება რა, ხო, თავისით რა, მაგ მინიმალური იმით ძალისხმევით რომ გააგრძელოს სიარული და მე დრო მქონდეს რა, ანუ მარტო დრო არ არის, ანუ ტვინი თავისუფალი უნდა ქონდეს, ანუ კონცენტრირებული უნდა იყო რაღაცაზე, ხო, კონცენტრირებული. მე ეგ ტვინი იმის საშუალებას რომ მოდუნდა ერთი წამით მაინც დაისვენა. გონია რომ შვილი რომ გამოჩნდება იმ წამსვე ეგრევე თვითონ გადაერთვება მაგაზე რა. პროსტა ეხაც რომ შვილი გამოჩნდეს, ეხლაც გადაერთვება მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არ ვარ იქამდე მის სადაც მინდა რომ მივიდე, მაგრამ მაგიტო ვცდილობ რომ მე მაგშოს მარტო ყურადღება არ უნდა რა, რაღაც სხვა რაღაცებიც უნდა. რაც მე რესურსულად შეიძლება ის პრობლემა გახდეს. ხო, მაგრამ მაინც შეიძლება ეგრე არ არის, ხო, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც ყურადღება უნდა რა. კაი, მე კიდე მაინტერესებს გარდა რამე არის რაც მიგიტოვებია საქმეები? ძალიან ბევრი. და რატო? შუა გზაში რატო გაქვს მიტოვებული? იმიტომ რომ მივხვდი რომ არ გამომდის. ინტერესი დამიკარგავს. რატო?
აი მომბეზრდა რა. რატო? რა პროცესში მოგბეზდა ეგ არის საინტერესო. როდესაც უკვე რაღაცა მიზანს მიიღე. არა, შეხედე რაღაცას აკეთებ. თუ შუა გზაში მიიღე. არა, შეხედე რაღაცას აკეთებ. თქვათ, აი ის რა ვიყოთ ერთთან 10-მდე სიდიდით რომ შევაფასოთ და აქამდე აკეთებდი 4 ქულიანს, 6 ქულიანზე გადახვედი და სადღაც 8 ქულიანი გააკეთე. და მე დაბრუნება 6 ქულიანს ძალიან რთული. აი თქვათ რა, აკეთებ რაღაცა კონტენტს, აი TikTok-ი ავიღოთ რა, მე დავიწყე TikTok-ით. 120.000 გამომწერზე ავედით, 9 წელიწადში უცებ. ძალიან ბევრი ნახვა ქონდა ყველაფერზე, აი ოთახი ერქვა რა ჩვენ TikTok-ს. როგორც კი YouTube-ზე რაღაცას გაკეთება, ეხა TikTok-ს ვერ გადამაღებინებ. ანუ აი შემეძლო გამეგრძელებენ ეს ოთახი ძალიან ბევრი ხა არ არის ხაიტაბზე გადასვლა. არა შეხედე ხო, მაგრამ მიტოვება როგორ არის ხა რო კითხოთ მე ვინც მომყვება რა თავიდან როცა სოც მედიაში შემოვედი ალბათ 60% საყვარელი კონტენტი ის კონტენტიც დავიწყე ოთახის. გასაგები. მაგრამ აი მე YouTube ლიგა რო გავაკეთე, რაღაც დიდი პროექტი რო გავაკეთე, აი ჩვეულებრივი YouTube კონტენტზე დამერხა, ანუ ვეღარ ვერთობოდი კეთებით, ანუ ხო ეგაა რომ თუ ვერ ერთობი რასაც აკეთებ, კარგად მე ეგრე ვარ ყოველ შემთხვევაში, თუ ვერთობი, მაგრამ ვაკეთებ. თუ ვერ ვერთობი, აი ისეთ პონჩი რაღაცა შეიძლება ლოგიკურად და რაღაც იმით შევფუთო, ისე ვითომ კარგია, მაგრამ საბოლოო ჯამში მარტო კარგი გამომდის ის რითაც ვერთობ. ეხლა რომ YouTube ლიგა რო kick-off-ი რო გავაკეთე, საერთაშორისო YouTube ლიგასავით გავაკეთე, აი YouTube ლიგის გაკეთება მიჭირს უკვე და უფრო საერთაშორისოზე ვიწევ ხა. და ეგრე რა. მაგრამ და რამდენი მსურველი ქოს YouTuber-ები, ქართველები, ვისაც უნდათ მონაწილეობა. ძალიან ბევრი. და ეგ პასუხისგებლობა მაქვს და მაგიტო გავაკეთებ ზუსტად და კარგს გავაკეთებ ძალიან. გააკეთე ერთი სადაც ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას რა. ხო, ყურე ეგ არის სპონსორის დამოკიდებული. გეტყვი რა. 16 გუნდიანი ლიგა. ჯდება მაგალითად 8 გუნდიანი ლიგა ჯდება X თანხა, 16 გუნდიანი ჯდება X + 50%. უფრო მეტ გუნდიანი ჯდება 2-ჯერ, ანუ 2x-ი, ანუ შენ თუ მე შემილია უფასოდაც გავაკეთო რამე რა, просто გაყომარებთ ერთმანეთში და რა, მაგრამ შოუ ეგაა თემა, რომ თავისი რაღაც ნაბიჯი ხონდა გადადგა წინ რა, ანუ წინა ლიგასთან შედარებით უკეთესი ხონდა რაღაც ხონდა იყოს. და ფენტეზი რო გქონდა, ფენტეზი არის ძალიან მარტივად უცებ გეტყვი რაღაც. პატარა თამაში გქონდა მოფიქრებული, იმაში რა ქვია, საიტზე შედიოდი, რაღაც არჩევდი და მაგით მე იგებდი ყველა ლიგას აქ, პრემიერ ლიგი, ინგლისის ლიგასაც, ესპანეთის ლიგასაც აქ ეს ფენტეზი რა და ჩვენც გქონდა. ეხლა ეგ ფენტეზი არის საიტი, დეველოპერული კომპანია, დეველოპერები გჭირდება. რომ ეს საიტი ააწყო, დიზაინი, კოდი, ასე შემდეგ. ეგ ჯდება რაღაცა თანხი. ხა ეგ რო ჩავხსნა ლიგიდან, რომელიც მეორე სეზონზე და მესამე სეზონზე მქონდა და მეოთხეზე აღარ მაქვს, იმიტომ რომ რაღაცა ვთქვათ, ფული დავზოგე. არ გამოვა რა. და ყველა შემდეგი ლიგა უფრო ძვირი ჯდება. და ეხა მაგაზია დამოკიდებული რა, თორემ მე ძალიან მინდა რომ სულ იყოს და ანუ აი როგორც ჩემპიონატია სეზონური იყოს რა. მაგრამ არ გამოდის ეგრე. ყველა შენი ჰობი საქმე დაქციე? რა დაგრჩა? პარფიუმერი. რა? პარფიუმერი. ძალიან მევასება რა. სუნამოვები? ძალიან. და თან საკაიფოდ კომპეტენტი, აი არ ვიცი, ალბათ ესე არ ვიცი, ეგრე შეიძლება ავწდე, მაგრამ აი 20 ადამიანი იყოს შეიძლება თბილისში, ვინც მაგდენი იცის რა. კაი, ნინოს რა ეს ხა მიხვდი? ეგრე ძალიან რთული. ქალის უნამა ხო ვაფშე ძალიან რთულია. ქალის უნამებს ვაფშე ვერ ვერკვევი კაცის, მეყვარს ძალიან. იუნისექსი კაცი რა. ყველაზე მეტად რომელი უნამები გიყვარს? სამეული მეცვლება სულ. აი ახლა. ამ წამს აზრი ჩამოვთვალო ესე. კი. ყველა ჩემი საყვარელი სუნი არის, ზოგადად არის პარფიუმს და მარლეგეთი, ჰეროდი არის ეგეც უნამო. სუნი მევასება მაგისი ყველაზე მეტად. მატიერ პრემიერის კრისტალ საფრონი ექსტრაქტი. მართლა იცი? არა ხო ნიშებზე ნიშს უნამო აგა დიორს და იმებს აღარ. ხო და ეგ არ არის საქმე ქცეული რა და არც მაგრამ გამოუშვებ ალბათ რაღაცა ჩემპიონში, აი ბოსტონი რომ ექნება, გვერდზე პატარა ლაბორატორიაც მექნება და რაღაცა. მე ამოჩემებული მაქვს ერთი და იგივე და ვისხამ სულ ერთი და იგივე. ეს არის მოლეკულა. რომელი? ერთი? ორი. იმიტომ რომ მაინც ყველაზე ჩემთვის მოლეკულას მომწონს black tea რო არის, ჩაის სუნი აქვს. ძალიან მევასება ჩაის. ეხლა რაღაცა 3-3 გამოუშვეს ტყის სუნი აქვს. ძალიან ბევრი მოლეკულა. და დიდათ ვერ. ეგ იცი რატომ ისწორდება 202 ვისხამ, მთელი ჩემი ცხოვრება. ანუ გიждები რა ვქნა. მუსკულები 202 არხი რო იყო. ხო.
200-ს ვისხამ მთელი ჩემი ცხოვრება და მოლეკულით იმას ვშვები, ახალგაზრდავებ. მაგას ქვია layering-ი ქვია მაგას. Layering. ხო. მოლეკულა კანკრას ეგ ტიპი არის რა, რომ გადარევის ისა რა. ხო, მაგის. აი ის სუპერი აქვს მგონი მაგას ეგ ის არის რა ქვია. ნივთიერება რომელიც ქალს თუ ასხია მამაკაცი ზიდოს, მამაკაცს თუ ასხია ქალს იზიდოს. სანდროც ეგეთია, რომ იცოდა პარფიუმერია სერიოზული. ხო და პროსტა შენ რო ეხა როგორ რაღაცა იცი რომ მე როგორ დავიწყეცი, ჩემი სუნის პოვნა მინდოდა რა, აი მინდოდა რომ აი რაღაცა მეპოვა სუნი, რომელიც ჩემთან ასოცირდება და სანამ ჩავივლიდი, ანუ აი როგორც სახეზე მიცნობ, ისე გეცნო, თქვათ, სუნი რა. და მან დამენძრა, კაროჩი. მან დავიწყე ძვირიანისათან, ანუ არ აღირს უნდა 300-400 ლარიანს უნდა მოზე არ მოაქვს. ძალიან ძვირი 800 ლარის პლუსი არის რა საერთოდ რა, აი ეგეთი ისინი რა ქვია, არტიზანულის უნდა მოებირაც არის რა რაღაცა. ძალიან გამაკვირვა ეხა ეგის რო გაქვს ჰობი. აი 1-2 წელია. ასწორებს რა, მაგარია. ჩემის ანუ არიცი და ანუ აი ავადმყოფურად ვარ რა. ძალიან მევასება აი. ბევრი გაქვს? 40-მდე მაქვს. ვაუ. ოღონდ ხო, კიდე 40-მდე, იმიტომ მაქვს რომ მაგამდე მიშვებს რაღაცები, თორე ყოველდღე ვიყიდი. ყოველდღე ახალის უნდა მოსყიდო და მინდა რა, რაღაცა აი ფორუმზე რო წაიკითხავ ის რაღაც იმან ახალის გამოუშვა მანახალე. აი უეჭველი, რაც არ უნდა ღირდეს არ აქვს მნიშვნელობა. აი, მე ხშირად ჩუქნიან ხოლმე სხვა სუნებს და შემიძლია გადმოგილოცოთ, ან მე მარტო კაცის სუნამოებს ვისხამ და შემიძლია უბრალოდ მართლა გაჩუქო ხოლმე. მე არ ვისხამ, ზოგადად, მე არც ერთი სუნამო არ დამიცლია ჯერ. ანუ ბოთლი არც ერთი არ დამიცლია. 2 წელი. მე ხო გითხარი რა, პროსტა იმენა იმას დაკვირვება, არ ვიცი რა ხდება, არ ვიცი მან და კულინარია კიდე, ხო, ეგეც მაგრამ არსება. გემოდა სუნი რა კაროჩ კი. ოღონდ ეხა ჯერ ცხობაზე არ გადავსულარ, მაგრამ კაფაზე ვაკეთებ. 6 სენსიდან 2 სენსში ხარ? ხო. მუსიკაში არ ვარ. ანუ ხსმენაში არ ვარ, სახვაში არ ვარ. არც არ ვიცი. მარტო რა არის? ცეკვა დავიქვათ, ცეკვაშიც არ ვარ, მაგრამ იმაში აი ის ვარი ძალიან მევასება. აი ეგ არის ჩემი სიამოვნება, რაღაც თამაშო წავაგებდი ფეხბურთში, მოვიდოდი სახლში, შეიძლება ვერაფერს ვერ დავეწყნარებინე, მაგრამ აი საჭმის კეთებას დავიწყებდი და ეგრევე ვიხოდებოდი რა. შენი საყვარელი კერძი რა არის, რასაც აი კიდე შენი საფირმო რასაც აკეთებ? და მეგობრებმა რო იციან რომ აკეთებ. ეგ მეგობრებს რო კითხო და ჩემს შეყვარებულს რო კითხო და აი ვინც ჩემთან ერთად ახლოს არის მაგას რო კითხო, ყველა პასტას გეტყვის, მაგრამ მე არ მომწონს რომ პასტა მაქვს, იმიტომ რომ ბევრს გონია რომ კარგი პასტას აკეთებს და უცებ შემთხვევით აი იმ საზოგადოებაში შევდივარ რა. რომელ პასტას აკეთებ? არ არსებობს. ჩემი თვითონ მე თვითონ აკეთებ ყველა, ანუ არაფერს მაღაზიაში ნაყიდ რაღაც დამზადებულს არაფერს არ უშვებ. ანუ соуსაც მე თვითონ ვაკეთებ. ვაუ. ანუ არ ვიცი რა ქვია მაგ პასტას, მაგრამ ჩემ პირზე მაქვს აწყობილი რა. მე ვფიქრობ, რომ ცხარეც უნდა იყოს ცოტა საჭმელი, ტკბილიც, მჟავეც, მარილიანიც. სერიოზული თამაში. ხო, რა და ნუ ყველაფერი უნდა ქართული რაც აი ქართულად ვაკეთებ, რა, ქართულ პირს მაგრა ევასება რა. და შენი აზრით აი ეს მაკარონი. ბოლომდე მოხარშული უნდა იყოს, როგორც ქართველები მოხარშულდა, როგორც გაგზარდეს ჩვენ, რომ ჩახარშული თუ ყარდენტექია ხო აი ყარს რო აი ცოტა მე მაგას ვერ ვჭამ. ეხა იტალიაში ეგეთი რო ვჭამ, მეთქი ეს მოუხარშავი რა არის თქო და მე მაგით ეგ რა არ მოსწეთ ცოტა თუ მაკარონს დააკდა მოხარშვა ბერავს რა. აი ალდენტემდე თუ ვერ აი ალდენტი არის შეფუთვაზე რაც აწერიაო მე ეგრე მითხრეს იტალიელებმა ზუსტად ეგ დრო უნდა მოხარშო და არც გაიშეიბერებიო და არც მოიმატებო. კაროჩე არასდროს არ ჩემ მაკარონს არასდროს არ მოუსწრია მაგდენხანში მოხარშვა, რამდენი ხანიც აწერია იქ. ან მე ვარ დაფეთებული და მოუთმენ და მგონია რომ დიდი ხანი ხარშევ, მაგრამ 1-2 წუთით მეც ხარშევ. ჩემი აზრით ხო მოუთმენელი ხარ. ზოგადად. ხო და არ ვიცი, ანუ არასდროს არ მჯერა მაგ 9 წუთი რო აწერია ხოლმე და 12 წუთი რა. ყველაზე კაი რჩევა რა მეგიღია ცხოვრებაში. всё, გაგახსენდა უკვე და თქვი. აუ, ჩაი რა, არ გამხსენებია. მე უფრო უხერხულად ვარ რომ ვერ ვიხსენებ, ვიდრე რომ გამახსენა და არ ვამბობ. აუ, მამა ჩემი მე მიტრაკებდა ძალიან ბევრს რა და ვერ ხვდებოდი რატო. და კაცი სულ მეუბნებოდა რომ შეეჩვიე ტყუილის გარეშე ცხოვრებასო რა. ანუ აი, ოღონდ ბავშვობიდან მაგას მეუბნებოდა რომ კაროჩე ნუ რას დროს ნუ მოიტყუები, ჯობია. აი შეეჩვიე ტყუილის გარეშე ცხოვრებას
და პირველად მარტივია ცხოვრება და მაგას მეუბნება და ვერ ხვდებოდი ახლა რა ბავშვი როგორ მარტივი ხარ მოვიტყვი ის ალუჩა ხო ჩემი გახტები რაღაც ეგეთებს რო ფიქრობდი და დღეს ახლა რო ფიქრობ ყველაზე კაი რჩევა ალბათ რა რაც შეიძლება ადამიანს მისცე რომ გააცნობიერებინო რომ ბევრად მარტივია ცხოვრება თუ არ იტყვები და იმენა არ ვიტყვები რა თუ ვიტყვები მაქსიმალურად ვეცდები რომ გაგრძნობინო რომ გატყვებ ანუ ხო შეიძლება მოვიტყვი გადაობით მოტყვება რა და შემთხვევით არ დაიჯერო მაგის პრევენციას მოვახდე რომ შემთხვევით არ დაიჯერო ხელასაც ვაკეთებ რა და თუ ვიგრძენი რომ შეიძლება დაიჯერო აჰა ავხტები და გავიფარჩხები და რაღაცებს გავაკეთებ რომ არასრულად მიიღოს ნათქვამი რა რთული არ არის მე ეგრე ცხოვრება ან ძიმეს სიჩუმე შეგილია დუმილი შეგილია რა ხო მაგრამ არ ყოფილა სიტუაციები სადაც ძიმეს სიმართლის თქვა მოგიწია აი ისეთი რა რომ იცი რომ აიტკინება ადამიანს მაგრამ უნდა თქვა როგორ არ ყოფილა, მაგრამ ანუ შეჩვევადია რა. ანუ თუ გააზრებული აქ ის რომ არ არის აუცილებელი. ხანდახან არის შემთხვევა, როცა ჯობია ვიღაცამ სიმართლე არ იცოდეს, თქვათ რა. აი მარტივად ისეთ მაგალითს მოვიყვან ცოტა უცნაურს. კაცობრიობა, ეხლა შენ რო იცოდეს ზუსტად დარწმუნებული რო იყო, რომ ღმერთი არ არსებობს. ანუ ზუსტად იცი. რაღაცა გაქვს ფაქტი ისეთი, რომელიც აი წყალი არ ჟონავს არაფერიქთან, აი უტყუარი ინფორმაცია. ეგ ხო სიმართლე გამოვა. მაგრამ კაცობრიობა არ არის მზად იმისთვის, რომ გაიგოს, რომ ღმერთი არ არსებობს, იმიტომ რომ ვიღაცები ცუდად მარტო იმიტომ არ იქცევიან, ზოგს კანონის ეშინია, ზოგი მორალურად დაახოძე, ზოგს ღმერთის ეშინია. და ეს 30% ვისაც ღმერთის ეშინია და მაგიტომ არის შვიდად. შეიძლება იმ ადამიანებზე ისე მოქმედო, რომ საერთოდ კაცობრიობა საფრთხის ქვეშ დააყენონ. ხო ხვდები, ანუ არის რაღაცები, ანუ ძალიან მაგიტო არის, რომ სულ უნდა იფიქრონ, ცოდ ვერ უხსნე ხარ ის თქვა მინდა კარგად, მაგრამ არის რა ზოგჯერ სიმართლე არ უნდა ილაპარაკო, მაგრამ არც უნდა მოიტყუო რა. ანუ შეიძლება დუმილით შემოიფარგლო. არ თქმა არ ტყუილია? ანუ თუ გეკითხები და მე გავტრიალდი, მიხვდები რომ რაღაცა ვიცი, მაგრამ ანუ ტყუილი სხვა რაღაც არის, ტყუილი არის აი შეხედე ორი გზა არის და მეკითხები რომ შეყარებული ღალატობდეს, ან ერთხელ კონდეს ნაღალატები და ზუსტად იცოდე. შეყარებულს უნდა ვინც ღალატობს იმას უნდა უთხრა. რო იცი. და მეგობარს და შენ უთხარ. მეგობარს ჩემი მორალით როგორ არის გეტყვი. მე რო ვიცოდე ესე, ჩემ მეგობარს არა იმას ვინც ღალატობს იმას ვეტყვი. რომ მოაგვარე თორე მომიწევს თქმა. ანუ უთხარი რა შენი პირით უთხარ. დაავალდებულებ რო თქვას. და თუ არ თქვა თვითონ მიხედავს მე თუ არ იტყვის და თუ რაღაც გააგრძელებს ანუ ეგ მე პროცესულად მივხვდები როგორ მომიწვა პირველი ქმედება რაც იქნება ჩემგან არის რომ ვინც ღალატობს იმ ტიპს ვეტყვი რა ეგ უფრო სწორი არის ჩემი აზრით იმიტომ რომ შეიძლება არც ანუ აი ყურე შეიძლება ხო არის 1% იმის 1% შანსი ხო არის რომ არ ღალატობს და სხვა რაღაც ხდება. აი რაღაცა 1% ხო შეიძლება იყოს შანსი. კი, ხო აი ზუსტად მაგის ეგ არის რომ შეიძლება ის 1% გამართლდეს და შენ გამოხვიდე მე დამნაშავე რა. ანუ შენ გამოხვიდე ის ცუდი ტიპი და შენ გაგგრიყო, შენ გაგაგდო. ხო. ამიტომ ჯობია რომ დამნაშავეს უთხრა რა. არ ვიცი შეიძლება მე ეგრე ვფიქრობ. შეიძლება რაღაცა ორი დღე რო ვიფიქრო ამაზე, შეიძლება სხვა პასუხი ამომიგდეს მე. არა, სწორ რაღაცას ამბობ. შენ ხო შენ ამდენი წელი რა შეყარებული ყავს? დიდი ხანი. ძალიან დიდი ხანი ერთად ხო? პაუზები იყო. ეკას განვიცი რომ ძალიან დიდი ხანი ერთად. პაუზები აი დავშორდით რამდენჯერმე ყოფილა შემთხვევაში. ნუ რამდენიმე მე ბოლოს არა წელიც ყოფილა 2 წელი მაგალითად დაშორებული ვიყავით მე. 2 წელი და კომუნიკაცია არ გქონდათ? ვაფშე არ შეხვედრი ვარ არსად რა. და როგორ აღადგე შემთხვევით შეხვდით ერთმანეთს და всё? არა მე სადღაც შეხვდით ერთმანეთს რაღაცები მოხდა ის და ანუ შემთხვევით შეხვდით? ხო. არა მაგარი. მაგრამ მაინც ჩემი აზრით სხვა გზა ვიცოდი რა, ანუ აი მქონია ეგეთი მრავალფეროვანი ის მაქვს რა, ანუ მიყვარს ძალიან ურთიერთობა. ძალიან მიყვარს რა, ანუ აი სულ ურთიერთობ რა, თუმცა ანუ მაგ ურთიერთობას არ გულისხმობ მაინც და მაინც, ანუ ურთიერთობა ძალიან მიყვარს. და მქონია რა, ბევრი შემთხვევა რომ აი შეყვარებული, მოწონებული რაღაც ეგეთები მქონია და აი ძალიან დიდი დიაპაზონი იყო. რაც გრძნობინ ანუკასთან ერთად და სხვასთან ძალიან დიდი რა ანუ სხვა ფერი იყო საერთოდ. და არ ვაპატი ანუ პროსტა ყველაზე დიდი ის იქნებოდა ფეილი ჩემთვის რომ მაგის გარეშე გამეგრძელებინა ცხოვრება. ანუ ისე მომხდარიყო რომ არ მყოლოდა გვერდში. და თან გამიმართლა გარჩი ძალიან. თან არის ძალიან ლამაზი. აი ძალიან ლამაზი.
მე ნანახი მყავს და შენ ფოტოებში და მე დასტალკულიც ყავს, რომ ძალიან მომეწონა და ძალიან ლამაზია, ძალიან ეფექტური. აი როგორ აი ზუსტად რომ მგონია რომ სადღაც წამიყვანეს, ჩემი გონებიდან ამოიღეს, აი მე ხო შენ რო ეხლა შეიძლება შენთვის იდეალური მამაკაცი მითხარი თქო რომ გითხრა, შეიძლება შენ თუნდაც ვერ მითხრა. აი შენ გეგონოს რომ ესეთი გინდა, მაგრამ აი გულის იმას აი ესე მგონია რომ მე წამიყვანეს, ესე გულის სიღრმიდან ამოიღეს ადამიანი, როგორიც მინდოდა, რაც ვინც მინდოდა, აი ყველაფერი და შექმნეს ესე. ეგ უფრო რეალურია ვიდრე არც ძალიან გამიმართლა. აუ რა მაგარია. და რამდენი წელია? ჯამში 9 გამოვა ალბათ რა. წარმოიდგინე. 9 წელი ერთად ხართ და ჯამში. თავიდან სულ ჩხუბავდით და ყველას ზოგს არ უყვარდა დაჟე ჩვენთან ერთად მე წამოსვლა რა, იმიტომ რომ ჩხუბავდი? სულ ჩხუბავდით აი სულ აი ჯოკერის თამაშის დროს როგორ ჩხუბავდით, იცი? არ მოსაკლავად მოკლავდი რა, ანუ აი ნერვები ბოლომდე ნერვებს მიშლი და მეც ბოლომდე ნერვებს უშლი. და ყველაფერს პიროვნულად იღებ მაგ დროს. არავის არ ჯეროდა ჩვენი რომ აუ ესენი ესა. რაღაც ეტაპზე, რაღაც 100 წლის რო გავხდით, საერთოდ აღანო აი მივხვდით რომ შენ ესეთი ხარ ეგეთი გიყვარს ის რაღაცა ჯანდაბა და ეხლა ჩვენ აი ჩვენი მეგობრების ახალ ურთიერთობას რო ვუყურებთ, გახსენებთ დიდი მგონია თავი რა, ჩემხელები არიან, მაგრამ ახალი ურთიერთობა უფრო და ხო რა მაგარია მაგის ყურება ისე. აი შენაც გაქრა გავლილი. ხო, მაგრამ ზუსტად ვიცი რა, ანუ აი რა მე რეებს ვარ, ჩემი თავი მე პროსტა ნანუკა რაც აყავს ჩემ რამ მდგომარეობაში წვავარ ნანახი, მიუხედავად მაგისა რომ ჩემ გვერდზე არის აღო. და ეჭვიანობდი ადრე, იყავი ეჭვიანი. ეხლა მგონია რომ აღარ ხარ ეგეთი ეჭვიანი. ადრე მგონია რომ ეჭვიანობა, უყურე ეს ეჭვიანი არ ვიყავი რა. მაგრამ ხანდახან მაკლდა ეჭვიანობა რა, ანუ აი ტემპერატურას წევდით პროსტა რა მაგ ეჭვიანობას. პროსტა რომ აი რა. ასწორებს ცოტა მინი ეჭვიანობები ასწორებს ეხაც. ეჭვიანობაც ეგრე მიმაჩნია რომ ეჭვიანობ ტიპი ვინც ეჭვიანობს და თან საბაბი თუ არა აქვს რა. ან პატარა საბაბი შეიძლება აქ ისეთი რომელიც აი უფრო მეტი შანსია რომ არ იყოს ვიდრე იყოს და მაგ დროს ეჭვიანობს. საკუთარ თავთან აქვს პრობლემა რა. ანუ საკუთარ თავი არ მიაჩნია შესაბამისად, ანუ მაგარ როჟად. ხო, მაგრამ აი ურთიერთობაში ახლა ხო ხდება აი მინიმალური საყვარელი ეჭვიანობები. კი, კაცო, არა, პირიქით, ანუ ვიტენებოდი, მაგ გზნობას ვეძებდი ხანდახან. ანუ საეჭვიანოს ვეძებდი, იმიტომ რომ აი ხო იცი რა, ანუ ემოცია არის რა, ეხლა მარტო კაი ემოციები რო გვინდოდეს, მარტო კომედიას უყურებდით. უყურებთ საშნელებას, დრამას, იმას ხან მტკირით, ხან გვეშინი, აი მაგ ემოციებით როგორც იკვებები, ხანდახან მაგ ეგეთი ემოციები მინდოდა რა. და მე არა, ძალიან ჩვეულებრივია. მე მაინტერესებს აი ეს 2 წელი, როდესაც გქონდათ თქვენ უერთმანეთობა, მე პირდაპირ მოახერხეთ, რომ ისევ საერთო ენა გეპოვათ კი არა, არც დაგეკარგათ თურმე საერთო ენა. ანუ ორივე ამ 2 წლის განმავლობაში ისე განვითარდით, რომ ისევ დაემთხვიეთ. 17 წლის ასაკში 3 წელი ყოველ დღე ერთად რო ხარ და ყალიბდებით ერთად, აი მაგ დროს ყალიბდებით დაახლოებით რა. ერთად რო ადამიანად რო ჩამოყალიბდით, ან ბიჭიდან კაცის ტრანზიშენი და იმან გოგოდან ქალის ტრანზიშენი ერთად რო მოვახდინეთ, ანუ იგივე ვიყავით რა. ეხაც იგივე, ანუ რაღაც 24 წლის ასაკში რაც ვიყავი ვთქვათ, ეხაც იგივე ვარ მაგ ამბავში რა. ანუ რაღაცებს ვწავლობ, რაღაცებს იმაშვები რა ქვია, ვცდილობ რომ განვითარდე უფრო კარგი ვიყო რა, კარგი გვერდში მდგომი ვიყო თუ რაც არის არ ვიცი. რაღაცებს რასაც ვერ ვფიქრობდი, ახლა ხო არის პრობლემები და ის პრობლემები რო აღარ არის, უკვე უფრო მეტ რაღაცას უყურებ, რასაც ვერ შეხედავდი რა. აი მაგაში ვითარდები, მაგრამ სხვა ტიპები არ ყოფილვართ რა, ანუ ეგრევე რომ აი სულ ვიცი, აი 2 წელი არ მყავს ნახე, აი ზუსტად ვიცოდი რა. აუ ხო და აი ვიღაცები რო იძახიან რომ აი არ ჯერათ ამ ნამდვილი სიყვარულს, აი ეგეთი ისტორიის მერე უნდა გჯეროდეს ჩემი აზრით, იმიტომ რომ 2 წლის მერე მეგობრებთან შერიგებაც რო გიცდია ვთქვათ, აი ხვდები რომ ვაფშე სხვა ტიპია უკვე და შენ სხვა ხარ და აი ეგეთი რაღაცების მერე იჯერებ რა, იმ პატარა ჯადოსნობას ზნობის. აი ძალიან მომეწონა ის. თან ეგეც ძალიან სიამოვნებს რომ აი მანდ აი ჩემთვის აი მანდ რომ მოგვარებული გაქვს აი პირადი ურთიერთობა რო დაალაგებული გაქვს ორჯერ მეტი დრო გაქვს ყველაფრისთვის საერთოდ რა მე რო პირადი ურთიერთობა ნანუკასთან დაალაგებული არ მქონდეს ვერაფერზე ვერ ვიფიქრებდი სანამ არ დავალაგებდი რა ანუ რაღაცა თუ რაღაცა warning-ი თუ ანთია მაგ ამბავში
აი რა, ვინ უნდა დამიერეკოს შემხვდიო რომ ითხრას, აი ვინ უნდა იყოს, აი ნაჩხუმრები ხარ. დონალდ ტრამპმა რომ დამიერეკოს, ხო? ჯერ უნდა ჩავიდე, შევრიგდეთ, დავლაგდეთ, გავიგო რომ მაპატიან, როგორც არის, შევთანხმდეთ და მერე შეიძლება ტრამპს თან მივიდეს შეხვედრაზე. ნაჩხუმერზე დაგიძინია? არა, ხო რა გადავ სანამ არ და ანუ რო გაუთიშავს, ხო და მაგას ვამბობ, აი არა, ისევ ამბობ, აი ერთად ცხოვრობთ ხა? კი. აი ნაჩხუმრებს შეგიძლია რომ ნაჩხუმრები იყოთ და დაიძინო? აი უეჭველი უნდა მოუგვარდეთ რა. ხო. შანსი არ არის. ერთ-ერთი აი რავი ყველა მაგას წერს რა ურთიერთობებზე რატო გითხულობ ხოლმე კაცმა არ იცის, მაგრამ გითხულობ ხოლმე. რა ერთ-ერთი უტყვა იმენა წესი არის რომ ნაჩხუმერზე არ უნდა დაიძინოთ, იმიტომ რომ ეგ გადადის მეორე დღეზე და უკვე სხვა წყაროები სხვა პრეზები. ანუ ვერ რა დავიძინო ხო რა სანამ არ ვიტყვით ორივე რომ ისა რა ქვია შო ეგრე იყო სანამ არ ჩავეხუტებით კარჩი რეალურად შანსი არ არის რა. ისი დათმობა მოგიწია? ყველაზე მეტად იმისთვის რომ თქვენი ურთიერთობის ხარისხი ავიდეს მაგ. აუ არ ვიცი. პატარ-პატარ რაღაც ბევრი რაღაც პატარ-პატარ აი ეგოიზმის პირველ რიგში ძალიან რა. ვერ გეტყვი რა. არ ვიცი. დათმობა მომიწია რისი რომ ვარ ადამიანი გეტყვი რა დათმობა მომიწია არა დიდი სიამოვნებით დავთმე. აი ეგ მაგას ვამბობ, იცი რატო ვერ გაიხსენე? იმიტომ რომ სიამოვნებით მოხდა და ხო და შეხედე მე ვარ ადამიანი რომელიც ძალიან მიყვარს თქო ურთიერთობა თქვათ რა. აი შეიძლება ესე რაღაცა დამინახო რომ ვიღაცას ვებაზრები პროსტა და შორიდან შეხედო როჩე მაგარი ფლირტი მიდეს რომ შეიძლება თქვა რა. ანუ აი მე ვასება რა ლაპარაკი და მოსმენაც და ისიც და მიუხედავად რომ მე არ მქონდა ეგ შეგრძნება, ანუ ეგ განზრახვა, როცა საწინააღმდეგოს გესვლა შეიძლება არ მქონდეს, შეიძლება ვიღაცას მესამე თვალს მქონდეს ეგ შეგრძნება, რომელიც პასიურად შეიძლება შეურაცხყოფას აყენებდეს ნანუკას, იმიტომ რომ იცის რომ მე ნანუკას შეყვარებ და ეს ტიპი აქ ვიღაცას იმენა სახესა და აი ფლირტავება რა. მიუხედავად რომ შეიძლება ვაფშე რა ვიცი ისეთ სუპერმენზე ველაპარაკე, სპაიდერმენზე ველაპარაკებოდე რა. ხო და მაგის დათმობა მომიწია, არა პროსტა გავიაზრე რომ რაღაცა შეიძლება ჩემ დაუნებურად აზიანებდეს და მაგრამ უნდა გავაკეთო პროსტა და всё. ხო. ეგეთი რაღაცები ძალიან ბევრი აღვთ რა, ანუ აი მსგავსი თემები რა, დისტანცია ვიღაც ადამიანთან შეიძლება ვთქვა, აი 10 წლის წინ რაღაცა სხვა იყო და მე შეიძლება რომ ვიღაცამ პროსტა რა ხდება. მესმის რა სწავლა. 9 წელი ძალიან დიდი დროა რა. იმისთვის რომ რეალურად ვიღაცაებისთვის შეიძლება მოსაწყენიც იყოს. ეხლა რაც ვიტყვი, მე თვითონ დატოვეს ვინ ამოჭი რა, ჩემი გადმოსახედიდან როგორ არის რა. არასდროს არ არსებობს კაცის გადმოსახედიდან გეტყვი რა. არ არსებობს სიტუაცია, როდესაც ის მას აღარავინ სხვა აღარ უნდა. ანუ ყურე არ არსებობს სიტუაცია, როცა რენდომ ტიტულ ქალს დაინახავს კაცი და გონებაში არ აღძრავს რამეს. ეგეთი მომენტი არ არსებობს. შენ უბრალოდ იმდენად უნდა სცემდე პატივს შენს მეორე ნახევარს, რომ მაგის აი ეგ სიტუაცია არ შეიქმნა, ან რომ შეგექმნება თავი ხელში აიყვანო. ეს პროსტა აქ ვამბობ რა. ძალიან გულახდელი და სწორი. შეხედე ეს ვინც არ უნდა. ხალხშიც არის ალბათ. არა, შეიძლება მე კაცის ვიცნობ. მე ხალი არასდროს არ ყოფილვარ და რაც არ უნდა მითხრა, უფრო კომპეტენტური ხარ შენ მაგ საკითხში და მე ვარ კომპეტენტური კაცი როგორ აზროვნებს და როგორ უყურებს რაღაცებს. და სისუსტე ღალატი რას ნიშნავს? სისუსტე რატომ გონია ღალატი, რომ შენ ან პატივს არცემ და თუ ღალატე მაშინ მაგ ხელაპატივს თუ არცემ, რომ ეგეთი ტკივილის ქვეშა, ანუ ეგეთი ტკივილი არ მიაყენო. ესე იგი, არ გიყვარს ეგრე და სანამ უღალატებ, მოდი იმას კენდი რა, არ ატკინო რა. და თუ გიყვარს და მაინც გძლია რაღაცა, აი ხორცს იმენა ეგ არის ზუსტად ეგ თემა. აი ხო, აი ბურგერია რა, იმიტომ რომ უეჭველი ნანობ. 100% ნანობ. აი end of the bolos უეჭველი აი გერჩინა რა გეკეთებინა. ეგეთი თემა არის რა. და ანუ მოგერია რა. და ეგ სისუსტეა, ანუ უნდა შეგეძლოს მაგის გარეშე უეჭველი, იმიტომ რომ ბევრი რაღაცაა სისუსტე. ხა შეიძლება შენ რომ ადამიანი მოკლა. აი შენ როდესაც ლაპარაკობდი ხა ცოტა ხნის წინ, შენ ამდენ სისუსტეზე ჩალიჩობ ხოლმე, რომ თქვა უარი. ხო, ეგ თუნდაც ჩაქარზე იმაზე ამბობ. კი, ნებისყოფის ვარჯიშებს, კი, ანუ ხან სიგარეტს დავანებებ, ხან თავს, ხან ხორცს, ხან ტკბილს
რომ პროსტა ანუ აღარ მაკონტროლოს თქვა რაღაცა შენებამ რა შენ თავს რომ და ეხლა წარმოიდგინე შენ რო ადამიანი მოკლავ თქვა ფულის მისაღებად შეიძლება ისე გესიამოვნ ანუ ისე გაგისწორდეს რა ხო რა შეიძლება ისე იკაიფო რომ ანუ სულ მოგინდეს აი სულ გინდოდეს რა მაგრამ მაგის გაკეთება მაგაზე უარის ვერ თქმა ხო სისუსტეა ანუ აზიანებ აზარალებს ხვას არ აქვს მნიშვნელობა ღალატი იქნება მართლა თუ ვიღაცის დაზიანება თუ მოპარვა იქნება თუ რაღაცა რა ანუ ვიღაცას აზიანებ რა შენი ამ ქმედებით რა მაგაზე უარის ვერ თქმა საყვარელ ადამიანს რო გული არ ატკინო მაგაზე უარს რო ვერ ამბობს სისუსტეა გაჩი ძალიან ხო და მე მაგიტო გამიმართლა თქო რომ შეიძლება და ვერ ანუ შეიძლება და ყოლოდა შეყვარებული ვთქვათ რომელიც გონია რომ მიყვარს ისე ამბობ რა მგონია რომ მიყვარს მაგრამ მაგ ხელაპატივის ცემა არ მქონდა როგორც ნანუკას მიმართ მაგ ნანუკას მიმართ იმ ხელაპატივის ცემა მაქვს რომ აი არ ჩაი არ მინდა რა ვერ ცოტა ვერ გაიგებს ყველა რას გამბობ ზუსტად ანუ არ მიჭირს ანუ არ მაქვს ეგ ზუსტად გავსებს ყველაფერში ბოლომდე სახიფათო არ არის ჩემთვის არანა აი ხარ რაცა ვინც არ უნდა მოვიდეს სახიფათო არა ვარ მაგ ეგეთ სიტუაციაში რა აი რაც არ უნდა სიზმარშიც არ ვარ სახიფათო არ ეგეთ რაღაცაში რა ხო აი მაგის თქმა მინდა აი ძალიან მაგარია შენი აზრით ყველა უბედურია ხო ვინც მაგას არ იგებებს ძალიან მაგარია რეალურად ძალიან დიდი ის ო და აი მაგით არ მინდოდა რა უბედურია და ის ანუ არა მე უბრალოდ ვიწუწუნე თორე ყველას თავის ცხოვრების გზა აქვს კაცო ძალიან ყველაფერი ზოგადად რატომღაც ქრისტიანულ ცხოვრებას ყველა შენამდე მოაქვს როგორც აი ზებუნებრივი რაღაცა წამსი რომელიც ბრმად უნდა მიენდო საბოლოო ჯამში ყველაფერს აქვს თავისი ძალიან კარგი ახსნა მარხვა რო ამბობენ რომ უნდა იმარხულო მარხვა ზუსტად ეგ არის რა ადრე როცა ეს მარხვა დაიწერა რომ ხორცი უნდა ჭამო მაშინ კაზინო არ იყო მაშინ რაღაცები არ იყო რა მაშინ кайფი იყო ხორცი кайფი იყო ჭამასმა და кайფზე უარის ხო кайფზე უარის თქმის ის იყო რომ შენ ყველას მე რაც გინდა ესე იმენა აი მაგაზე უარის თქმით რამდენჯერმე სპეციალურად ეს წინო გედოს და არ იმაშო მაგით შენ სწავლობ კონტროლს ანუ ეგრე პროსტა მარხვა შენამდე არავის არ მოაქვს შენამდე მოაქვს როგორც რომ მარხვა არის შენ თუ მარხულობ ღმერთი ბედნიერია შენით არა და ვაფშე ყველაფერს დააცარიალო მაგამბისგან მართლა მნიშვნელოვანი რაღაცა არა ეხლა პროსტა ტიპები რო ხორცს არ ჭამენ და ზუსტად ხორცს ჭამენ ოღონდ ძროხის ხორცი რო არაა და იმაზე ყომარობენ და ესე ხუთ ვარს ურტყავენ, მაგრამ ხორცს არ ჭამენ, ეგ მარხვა არ არის რა. ანუ მარხვა არის, აი ეგ რაც შენ მანკიერ იმას პროსტა უნდა, მაგაზე უარის თქმა და არა ის რომ რაღაცა პროსტა ხორცი არ ჭამო. ან ყველი არ ჭამო. ყველი და ხორცი მე გემრიელია და მაგიტო არის, თორე ის კი არის ძროხის არ ჭამაზე კი არის. ყველაზე მეტად რა სივრცე გიყვარს, აი ლოკაციურად კი არ გულისხმობ, აი კონკრეტულ. აი რო წარმოიდგენ სიმშვიდეს და თავისუფლებას, აი რა გიდგება თვალწინ? სახლი, რომელიც არის მოშორებით იმისგან რა ქვია, არ მიყვარს რომ ცივილიზაციისგან? ცივილიზაციისგან ცოტა მოშორებით რა, მუსიკას ხომ ჩართავ, ხმა არავინ არ გაიგოს თქო რა. რომ ვერ ვერთობი, როდესაც შეიძლება ვფიქრობდი რომ ვიღაცას ვაწუხე. ანუ თვალზე კი, იმიტომ თვალზე ცოტა მკიდია რაღაცეები, მაგრამ აი ფხიზელზე ძალიან დიდი დისკომფორტს განვიცდის, როცა შეიძლება ვფიქრობდი რომ ვიღაცა იქ წევს, იძინებს და მე აქ მუსიკა ვერ ვერთობი, როგორ უნდა გავერთო. აი მაგიტომ ზუსტად ცოტა მოშორებით მეგობრებთან ერთად სასმელი, საჭმელი და შო. ეგ არის? ძალიან მაგარი. ეგ არის ჩემი ყველაზე კომფორტული ადგილი რა. და კომპიუტერები ბევრი რო ვითამაშოთ. თამაშს. სიმშვიდე მაგით როგორი ხმაურიანია, ხვდებით ხო? ეხლა მითხარი არის რომ აი არაფერი ხვალ არ გადარდებს ხვალ ხო რა? დღეს რო ხარ და აქ. ხო, თორე სიმშვიდე სიჩუმე არ არის ჩემთვის. რისი შიში გაქვს? ოღონდ ფობიას არ გულისხმობ? ხო, არა, ფობია არ ვიცი მაგ თუ არა, ვაფშე, ანუ ეგეთი შიში რო როგორც ფობიაზე რომ მაქვს ნახი, როგორც ეშნიათ რაღაცეების, ეგეთი შიში არა ალბათ არ მაქვს, მაგრამ აი შიში რაღაცა. ხო, აი შიში მაქვს, ფეილის შიში მაქვს, მაგრამ არ მინდა.
აი ეგ ისე შენ მაქსიმალიზმი. ხო, არა, აი უყურე სადღაც ცხოვრების ბოლოს, აი რო თქვა მივხვდი რომ გავდივარ და მივხვდი ფიქრ როგორც ტიპი დავფეილდი, აი ეგ არ მინდა ძალიან, მაგის შიში მაქვს. არ ვიცი, აი შიში უფრო მაქვს, აი სულების უფრო მეშინია, ვიდრე რამეს აი ეგეთის რა. აი ისე ვამბობ რა, აი ურჩხულის უფრო მეშინია. აი დროის არ გეშინია? არა, ხო და აი არაფრის ეგეთი. არა, იმიტომ რომ ყველაფერზე ვფიქრობ, რომ ახსნა აქვს რა ყველაფერს, ანუ დამიწებული აზროვნება გაქვს ასე თუ ისე და თან დაფრინავ კიდეც. ძალიან დავფრინავ, იმიტომ რომ არ მგონია რომ აი მეოცნებე ტიპი ვარ რა. აი რაღაც რო არის რომ მეუნებიან ეს ვერ გამოვა, იმიტომ რომ არ მაინტერესებს ჯერა რომ გამოვა და აი ვაკეთებ ეგრე 50% შემთხვევაში გამოდის, 50% შემთხვევაში არ გამოდის, რაც არ გამოვიდა არ მახსოვს, რაც გამოვიდა ყველაფერი მახსოვს. მაგრამ მაგ გამოცდილებით გონია რომ ყველაფერი გამოვა ისევ. მაგრამ რაღაც რო ხდება, აი ცუდი რაღაც რო ხდება. აი ეგეც, აი მაგალითად არ გამოვიდა, იმიტომ არ გამოვიდა, რომ მე ეს მესწავლა. აი ეგრე უყურებ და მაგიტო ისა მაგრამ აი ძალიან სწორად უყურებ. ზუსტად ეგრეა. და მაგას არა, ეგ არის სწორი, ეგ არის ოპტიმისტური აზრი. მე ეგრე არ ხდება, რომ რაღაცა როცა არ გამოვიდა, მაგაზე უკეთესი იჩება. რასაც როგორ შენ აფასებ სიტუაციას, ზუსტად ისე ხდება და ისე ლაგდება. ანუ აქ ადამიანს მაგის ნიჭი რა, რომ აი წარმოიდგინე twins შეუულია მოჭრილი ფეხი აღტკივდეს, короче. ანუ ფეხი რომელიც არ გაქვს, ფეხის გულზე შემო მოგეღუტუნოს, რომელიც არ გაქვს ეგ ფეხი. ანუ შეუძლია რაღაცეები შექმნას ისე შენ აზროვნებაში, რომ რაღაცა ან ისე იყოს, ან ასე იყოს და თუ მაგას ხშირად გააკეთებ, ივარჯიშებ მაგაში, შეუძლებელია მოხდეს რაღაც ისეთი, რამაც აი სრულიად დაქცეს რა და იქიდან ამი არ წამოიღო. და ჩემზე ყველაზე მეტად მიჭირს, აი სხვა შენ რომ მითხრა რაღაცა შენი ნებისმიერი თემა ურწამს ძალიან ცივსისხლიანად რა, ისე გეტყვი რომ აი უეჭველი ეგრე. აი ჩემთან ახან მე მეხება ხანდახან ვერ ვარ ეგრე ცივსისხლიანი და გრილად ვერ უდგები და ცოტა ემოციები მაკონტროლებენ და თლა ეგრე ვერ ვაკვარ სხვისას სახეს, აი კარგი თერაპევტი ვარ რა, ძალიან რა. მე საიდუმლო როგორი ხარ? მიგიждები. ან როგორი ვარ, ანუ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ისა რა ქვია. პროფესია. პროფესია რა, ან პროცესი რა, რომ რაღაცებს საიდუმლოებს რო განდობენ ხო? რაღაც ისეც რო ვიგებ, რაც აბა. ჭორაობა გიყვარს? გიждები. კაცური ჭორაობა მევასება ძალიან. აი კაცური ჭორაობა ხო რა. ცოტა მე და ჰიტამ გვინდა მოვიფიქროთ, დავარქვათ სახელი, იმიტომ რომ ჭორაობა იმდენად ნეგატიურ იმას მოიცავს. ხო, არა და ხო მივხვდი რა ჭორაობა თვითონ აი გემრიალად ჩაჯდები და აი რაღაცებს განიხილავს რა რაღაცა. ჭორი არის ცუდი სიტყვა. ჭორი არის რაღაც მოფიქრებული და მაგიტომ მინდა რომ მოვუფიქროთ მაგ იმას რა ქვია, პროცესი, სახელი, რომელიც აი ჭორაობა არ ხდება, ერქვას რა რამე რაღაცა რა, სხვა ნებისმიერ სახელი, რომელიც ნიშნავს იმას, რომ რაღაცა მონიტორინგს უკეთებ იმას რა ქვია, მოვლენებს, რაც მოხდა ჩემ მხარეს, მოხდა შენ მხარეს, რამე ის ხო არ არის, თანაკვეთა ხო არ აქვს, ეს იმის გამო ხო არ არის. შენ იმას იცნობ ის და პროსტა თვალსაჩინოს ზრდი მეტი არაფერი რა. არავის არ აზიანებ მაგით. ვიღაცას თუ რაღაცას მე რა, მევასება თუ არა? არა, შენ ხარ თუ არა და უზიარებ თუ არა საიდუმლოებებს ვერ მეგობარს. პირველი ყოველთვის მინდა რომ ანუ უზიარებ რა თქმა უნდა, მაგრამ მოსმენა მირჩევნია ეგეთი რაღაცების რა. მე მგონი რომ ძალიან ბევრ რაღაცას ხარშავ შენ თვითონ ჯერ და როცა უკვე გამოსვლის პროცესშია ეს ყველაფერი მერე იწყებ მაგაზე ლაპარაკს, ანუ არ შეგიძლია და რაღაცას რო იწყებ, მაშინ ამაზე ამდენის ლაპარაკი, იმიტომ რომ არ გცალია რა მაგისთვის. რატოცა ეგრე მგონია. არ ვიცი. წარმოიდგინე არ მაქვს. იმიტომ რომ უყურე რაღაცები მე რაც მაქვს არის რომ რაღაცები არ მახსოვს და როცა მჭირდება, მაშინ მახსენდება რა, ვთქვათ რა. და საოცარი გონება აქვს ამბიც. ამოსაჭრელი და მე ხო არ გადავ 100-მდე ვითვლი და 3 წლის რო იყავი. დედას ბაბუაჩემ რო გამრავლება მასწავლა, ტაბულა კი არ მასწავლა. ამიხსნა რომ გამრავლება არისო 3-ჯერ 2-ო, იცი რა არისო? აი 3 ცალი 2, 3-ჯერ 2-ო. და ვიყავი 3 წელს და მან უკვე ვიცოდი გამრავლებასო. აი 8500 ან 8000 ბევრია, მაგრამ 22-ჯერ 7-ს გეტყოდი თუ დამაცდედი, იმიტომ რომ დავითვლედი, ანუ ხდებოდი რა იყო რა გამრავლება. ხოდა ის ან სტრაფი ის მაქვს, მაგრამ მაგას აქვს ცუდი ის, რომ შეჩვეული ვარ სტრაფად იმას და დიდხანს ეს ეგრე თემაზე ვერ ჩერდები. აი ნიჭიერი და არ მომწონს რა, ნიჭიერი და შრომის მოყვარე რო არის რა, ეს ორად რო იყოფა რა, არ არის ნიჭიერი არ არსებობს, ან ნიჭიერი
არის სწრაფი და არის ადამიანი, რომელსაც გრაინდი შეუულია რა. მე სწრაფად იმავშვები, მაგრამ 10-დან 10-ზე ვერასდროს ვერაფერს ვერ ვისწავლე. 10-დან 8-ზე ავალ მაქსიმუმ, მაგრამ 5 საათში. მაგრამ ტიპები არიან, რომელიც 2 დღე დაჭირდებათ, მაგრამ 10-დან 10-მდე შეძლებენ ასრულოს. შრომის მოყვარე და ზარბაცი. შრომის მოყვარე არის ნიჭი, შრომის მოყვარეობას ნიჭია, სიხარტეს ნიჭია. ანუ ნიჭიერი და შრომის მოყვარე ეს ორი ერთმანეთის ანტონიმის არ არის რა. რა ქვია თემა. ანუ შრომის მოყვარეობა როგორი რთულია, ანუ შრომის მოყვარე უნდა იყო, ანუ და გიყვარდეს შრომა. ანუ შენ თვლი რომ ვერ არსებობს არ. ანუ ადამიანი როცა ამბობს რომ ვერ ხატავს, არ გჯერა მაგის. თუ მოუნდება დახატავს რა. ხო ეგრე? თუ მოუნდება იმერებს. რა თქმა უნდა დახატ. მე ესე კიდე ერთ საინტერესო დაკვირვებას ვიტყვი რა. მე მგონია რომ წარმოგიდგენთ ბავშვი 4 წლამდე, 4 წლის განმავლობაში რამდენ რაღაცას სწავლობს. ყველაფერს ვაფშე რაც მაგის ირგვლივ ხდება პირველად ხედავს. ფერი, ადამიანისგან, ნიუთილისგან გაზე ხე, სუნთქავს, არ სუნთქავს, ენა, მეტყველება, ენა და მეტყველება ხო სხვა რაღაც არის ხა, ბაბუს ერთია და მამა და დედა რო რას ნიშნავს მეორე. სიარული. ანუ ამდენ რაღაცას სწავლობს, ანუ მაგ დროს ბავშვი არის ცარიელი გონებრივ როცა აქ არის ათვისების უნარი აქვს ძალიან მაგარი და ლაპარაკს იმიტომ სწავლობს, რომ ძალიან კონცენტრირებულია, რომ შენ გაგაგონოს რაღაცა. და მაგით სწავლობს ლაპარაკს. ანუ ბავშვი, რაზეც ბავშვობის ასაკში, რაზეც იქნება რითიც გაერთობა, ბავშვმა თუ ფუნჯი იყო და ხატვა დაიწყო, მაგას თუ გამოვართ ფუნჯი, ყველაზე ცუდი როჟე ხარ სამყაროში ვაფშე რა. რითიც ერთობა ბავშვი, მაგის დამოღანება შეუძლია ისე, რომ მე და შენ ავდგეთ მთელი ცხოვრება, დარჩენილი ცხოვრება ერთი 40 წელი მაგას მიუძღვნათ, 20%-იც ვერ დავამოღავებთ ისე, როგორც დავამოღავებს ბავშვი 2 წელიწადში რა. და ნიჭი ჩემთვის, აი ამაში ნიჭიერია, იმაში ნიჭიერია, არ მჯერა რა. პროსტა იმ მომენტში ბავშვმა რაღაცამ გაართო, დაინტერესა და კონცენტრირებული იყო და დაამოღამა. და ალღო. ალღო არის როგორ რაღაცი, რომ რო კრიშტიანო რონალდოს რო გოლები გაქონდა, ბევრი გოლი რო გაქონდა, როგორ გაქონდა, იცი? რატომღაც იცოდა ბურთი სად ჩაწოდებოდა შემთხვევით. იმას რომ მოხდებოდა, ანუ ალღო ქონდა, ანუ ეს არის ნიჭი, რომელიც ადამიანებს გვაქვს და ვერ ხსნით რას ნიშნავს, ანუ ვერ ახსნი რა ალღო რო გაქვს, ინტუიცია. აი ეგ ალღო გამოიმუშავა კრიშტიანო რონალდუმ და ძალიან ბევრი გოლი გაიტანა. იმიტომ რომ ზუსტად იცოდა ბურთი ცოლს რომ მოხდებოდა, მე სად წავიდა და იქ ხდებოდა ბურთს. ოღონდ აი ეს რო კითხო ვერ აგიხსნის რანაირად, იმიტომ რომ წინასწარ მეტყველი გამოდის მაშინ. ხო და ეს ალღო რაც არის, ეს ბავშვი ისე უღებს ალღოს, რომ შენ ალღორაზეც არ გაქაღებული. ის რამდენიც არ უნდა ისწავლო, ტიპი რომელიც ალღო აუღო, ცოტა ხანში შენაც ისწავლი, მასაც ისწავლეს და პახოთ თავის აი რაღაც ჯადოსნურ იმას დაამატებს რა. და ნიჭი სპონჩი მაგის თქმა მინდა რომ ნიჭი არის პროსტა კონცენტრაცია რაღაცა ინტერესი რომელიც ბავშვობაში ტიპს გაეჩითა და მე ალღო და მე შეიძლება დაავიწყდა და რაღაც ეტაპზე ცხოვრების შენ შეიძლება რაღაცა ალღო გაქაღებული და საერთოდ არ იცი რომ გაქაღებული და რაღაცა შეხვდეს და უიმაში ნიჭიერი უყოფილვარ იტყვი რა. ხო, მქონია ბევრი რაღაცა. მესი რატო არის მესი რომ კონცენტრაცია აქვს ბურთზე, ბურთი რომ გამოვართვა დგას ეს. ანუ შო მორჩო ფუნქციას კარგავს. და ეს რაღაცებში ბაღმიჩნდა რომ ნიჭიერი ვარ. კაფელი. ხო. შექმნაში თუ დამაგრებაში. დამაგრებაში ცემენტი, რაღაცა ფანერა, ის აი ყველა კრაფტინგი. სახლში შემიძლია ვაფშე ყველაფერი გავაკეთო რა, ანუ უნიტაზი შეგიკეთო და ვაფშე ყველაფერი. საიდან მაქვს კაცმა არის? მე მახსოვს აი საიდან გრძნობ, ხვდები რა როგორ უნდა გავაკეთოთ. როგორ გრძნობ და ხვდები მაგასაც ვერ ხვდები. ალბათ სათამაშო გქონდა ბავშვობაში რაღაც ეგეთი რა. მე ბავშვებს საწამლავებს ვაკეთებდი ხოლმე. ჩემ მომთხა საწამლავებს. ამ საწამლავებს ვეძახთ რაღაცებს ურევდი ერთმანეთს და სოდა ჩავყარ ერთხელ შემთხვევით და ამოფუშფუშტა და გამომეთქი ჯადოქარი. მაგარი რამე გავაკეთე. დედა ნახე მეთქი. დედა. ხალხმა ძალიან ბევრმა არ იცის ვინ არის დედა შენი. და რატო? არ უყურებენ იმას ალბათ. არა. ვინ არის დედა შენი ყველა შენ რომ მისი შვილი ხარ არიციან. ვისი შვილი ხარ? ეკამ ჟავანაძის. ეკამ ჟავანაძის შვილია. ქალის რომელიც არის მსახიობი, უნიკალური, რომელიც არის კასტინგის მენეჯერი, დედა. აი იმენა. დედა ჯერ დედა რა მაგარიცი. ქალი რომელმაც Netflix-ზე ქართველები ათამაშა არ ვიცი რა, ქალი ტერმინატორი მოკლედ ენერგეტიკით, Netflix-ზე შემოდის და ქარბუქი ტრიალებს ხოლმე Netflix-ზე ისე გაუშვა ისა მსახიობი რომ დღემდე არ იცის მეილის გაგზავნა. წარმოიდგინე ხო? დედას ვიცარ, ქალი ან რამდენ რაღაცას აკეთებს, მაგრამ რაც არ უნდა, კაროჩე ვერ
არა ინტერესებს. რა უნდა მეთქი send. არ ვიცი. მაგრამ უცებ რო კითხო რაღაც იმის თეატრი, ბეთლემის თეატრში, სადღაც მეორე ხარისხოვანი მსახიობოს იცის რა ითამაშა, ნომერი იცის და სად უწერია გახსოვს. ზუსტად ხო და შეუძლია იქ ამერიკაში ვიღაცასთან ვიღაცა რაღაცა დააკავშიროს ის ადამიანებს ბედი გაუხსნას მართლა გეუბნებით. ხო და ეგ კონცენტრაცია ხედავ ანუ პროსტო მეილის გაგზავნა აი ხო მარტივია. აი ხო ყველა ვთქვათ რომ მეილის გაგზავნი მარტივია. 10 წელია რომ 12 წელი რომ მეილით მუშაობ მარტივია უოჭველი მეილის გაგზავნა. მაგრამ რახან არ აინტერესებს კონცენტრირება და ვერ ისწავლა ანუ აი და მე ძალიან გამსგავსებ ფიზიკურად. ძალიან გავ. აუ ხადავ ის რომ მამაჩემის და დედაჩემის კი ძალიან გავარ. დედაჩემის და მამაჩემის ფოტო ნახო ბავშვობის ორივე მაგრამ გავს. ჩემი ბავშვობის ფოტო ჩადოშვეს დედაჩემის ფოტო ბავშვობის მამაჩემის ფოტო ბავშვობის ორივე ტიპი ეს ერთნაირი მაგრამ ეს ორივე თქმაც ვაფშე არ გავს რა. ძალიან უცნაური ვარ. მე მაგრამ ეკას ბავშვობის ფოტო რომ ახლა ნახე მე ვარ პირველ კლასში. ხასიათით გავხარ? ხო, რავი, კი ალბათ რა. ძალიან. ორივე ხართ სწრაფები. ხო. ორი ის არის რა ქვია. აი მაგალითად ვერ იტანს რეპეტიციაზე ესე უბრალოდ რო ზიხართ და დიდი ხანი ჭორავთ. ჰე, ავდექით გავაკეთეთ რაღაცა, ყავაც თავის დროზე უყვარს, ჭორავაც თავის დროზე, ყველაფერი თავის დროზე უყვარს. ძმა კაცობთ, ხო? აიჩე მე, ეკას. თან როგორ არ მე ეკასთან ეგ არის ისა აი ოჯახში რო აიღო რა. როგორი იერარქია როგორი იყო. ეგ აერეოდა ყველას. მე მერეოდა ყველა, მაგრამ ეკას მერეოდი მე. ანუ აი ეკა გითმობდა ალბათ. შეიძლება, მაგრამ ანუ საბოლოო ჯამში მეფე რო იყოს ეკა. ვთქვათ, იმიტომ რომ ანუ აი პრეტენზია აქვს რომ მეფე არა, ეხა თამაზის კი არაკლია რამე, მაგრამ მძიმე კი არის, ძლიერი ხასიათი აქვს. ანუ ის აქვს რა, დომინანტური ენერგეტიკა აქვს. და მაგას რო ვერეო საბოლოო ჯამში ყველაფერს ვიღებდი რაც ცხოვრებაში მინდოდა რა. ძალიან კაი ის იყო რა ქვია, მაგრამ მიყვარს ჩემი სახე. ძალიან მაგარი ისტორიას მოგიყვებით. ხა წარმოგიდგენთ ფუტკრების ჩემპიონი ჩატარდა და სხვა ფუტკრებმა, სხვა ჩვენთანაც არის ქვია კავკასიური ფუტკარი რა ჩვენ ჯიშს. და ეს ფუტკარი ჩატარდა და ანუ რა იყო ის ყველაზე მეტ თაფლს ვინ იმას აწარმოებდა სკაში რა და გაიმართო კავკასურმა ფუტკარმა. ძალიან დიდი დიაპაზონით მოიგო. და მე მიწეს დისკვალიფიკაცია, იმიტომ რომ თურმე ეს ფუტკარი ისინი რომ მიდიოდნენ ის თაფლის საწარმოებლად ეს ამაც სკაში გადიოდა და იქიდან გადმოქონდა. და დისკვალიფიკაცია მოდის კავკასიურ ფუტკარს. ეს ახლა როგორ არის შტერობა? ძალიან მაგარი წარმოიდგინე ფუტკარი რა როჟა რომ ფუტკარმა როგორ უნდა მიხვდეს ახლა ფუტკარმა რომ თაფლი უნდა იცის რომ თაფლი უნდა გააკეთოს და ის თაფლი დევს. რატო წავიდეთ ყვავილთან სადღაც ტრაქში ავიღოთ დავიღოთ შემოვიდა კავკასიური ფუტკარი ჭკვიანი ფუტკარი. ქართველები ზუსტად აი ქართველები ვარ ზუსტად იმენა კავკასიური ფუტკრები. რამდენი რაღაც გავიფუჭებთ, რაღაცა ახალი თემა გაიჩნდა, აი ბოტასები აიღეთ, თუ გინდა რაღაცები ახალი თემა გაიჩნდება. ყოველთვის საქართველოს ყველაზე ბუმი არის ეგეთ. მარტივი ფულის რაღაცა სქემები გაიჩნდება. საქართველოს პირველია ყოველთვის. აი ეს პროცენტულად ყველას აქვს რა. და ტიპები რას დადიოდნენ? და ყველა საკთან ხრელი ნაპოვნი, რაღაცა პოკერ სტარსი იყო, ეგეთის იყო, პოკერ სტარსი იყო, რომ რაღაცა როგორი სისტემა ქონდა, იცი რომ შენ რომ მე დაგარეგისტრირებდი, შენ პოკერის ჩიპები გერიცხებოდა, რომელთაც თამაში შეგეძლო რა და მეც მერიცხება თუ რაღაცა და რაღაცა ხუთაისმა ტიპმა სახლი, დიდი სახლი იქირავა, კომპიუტერები დაითრია და აი ამ აკაუნტებს აკეთებინებდა ამათ რა. და მე თავისთან აგებდა, აი ამ მთავარ აკაუნტიდან აგებდნენ ესენი ახალი აკაუნტები და დღის განმავლობაში სულ აკეთებდა. ანუ გააკოტრეს ის კომპანია PokerStars-ი. სოფლიო, ანუ გლობალური კომპანია იყო. ანუ ხრელი უპოვეს, რომ ეს ბევრჯერ თუ იზამნი რაღაცა იმის მერე მინუსში გადიოდა. ის და ისეთ მინუსში გაუშვეს, რომ ანუ გააკოტრეს და ბევრი ეგეთი ისტორია არსებობს ქართველები რაღაცა პატარა, როგორც კი პატარა შენსა ხრელს პოულობენ რაღაც სისტემაში. და მაქროს აჯდებიან, როგორც ფუტკარმა იპოვა ხრელი, რომ ისინი რომ მიდიან, ეს თაფლი აქ მარტო რჩება და ეს თაფლი, ჩემი თაფლი ერთეგივე თაფლია, ეს თაფლი უნდა გავაკეთო, გადადიო და გადმოქონდა ეგრე. ვისაც გაინტერესებს გავსი თემები, შეგიძლიათ ბასტოს კონტენტი არხი გამოიწეროთ, იმიტომ რომ აი მსგავს ისტორიებს ყვება ოღონდ გადადის თემიდან თემაზე ისე რომ ვერ თვალსაც ვერ დაახამხამებ. ეხლა ჩვენ ფუტკრიდან გადავედით PokerStars-ზე. PokerStars-ზე პროსტა უნდა გამოიხსენო ზუსტად რაღაცა ძალიან მაგარი მექანიზმი მოიფიქრა. და აი ესე ლაპარაკობს, მე გადავა ვინ ვისაშია, მე გადავა ჭორზე, რაც გავრცელდა ცოტა ხნის წინ. და საბოლოო ჯამში გემშვიდობება ისეთროს, როცა ყველაზე გახურებულია სიტუაცია. რატო არის ეგ, რომ 40 წუთი არა და უფრო მოკლე ვიდეოები გაქვს? რატო? ნაკლები ვიცი რა.
მე ვამთავრებ ხოლმე. ეხლა მაგ შემდეგ ვიდეო ფსიქოლოგიური მეებზე რა ქვია. აი ტვინზე რა, ტვინი რას გატყუებს რა. ის მომენტი ქონია, აი დეჟავი ხო იცი რაცა? კი. დეჟავის საწინააღმდეგო რა ქვია, აღარ მახსოვს. ჟემავუ ქვია. ანჟავუ. არა, ჟემავუ ქვია რა. და რომელი აიცი? ქონია ეგეთ შემთხვევაში ფანჯარა ბევრჯერ რომ ფანჯარა სიტყვას და მე რო გავიწყდება ფანჯარა, ანუ აზრს რო კარგავს სიტყვა. ქონია ეგეთ შემთხვევა. ეხლა პროსტა არ დამიქნიო თავი. ქონია? ტყეში ხალი მოკლეს ვიზახე ხოლმე და მე რო უძდელობა. ფანჯარაზე ქონდა? მეტი არ მქონდა. ხო და ეგეთი რაღაცა რომ ხშირად რო იმეორებ, ანუ შენ რო ფანჯარა ხო შენთვის რაღაც ასვებია პროსტა, ანუ ზოგადად ასვებია, მაგრამ ფანჯარა შენ ტვინისთვის აღიქმება და ცოტა ხანში ტვინი დაიკიდებს ამ ფანჯარას ნეირონის გააქტიურებას და დაგჭირა მარტო ფანჯარა და ფანჯარა რა ჩემი იყო იტყვი რა. ვერაფერია მის არის YouTube-ია. ხო, ფანჯარა რა და ჩება რაღაცა ასოები, რომელიც არ ნიშნავს ფანჯარას რა და ძალიან საიქ არის ჟემავუ. სარკეში შეგილა დიდხანს რომ დააკვირდა საკუთარ თავს, ძალიან დიდხანს ეგრევე ვეღარ იცნობ, უცებ რაღაც ფიგურა დაგრჩება. ეგ არის ტვინი, რომ ტვინი შენ იმას რო ხედავს, ტვინი რაღაც დროს ეს მე ვარ და ამას სულ რო უყურებს მე ვარ, იღლება ტვინი იმას შეება ტვინს და აღარ გიაქტირებს იმ ნეირონს და უცებ შენ ხარ, მაგრამ ის ლინკი აღარ აგაკ და ვაფშე სარკესთან მოქსვლია ეგ? კი, კაც. ხვდებით პროსტა რა გამოცდებს უწყობს საკუთარ თავს. ეს ზის ფანჯარა. ეგ ბავშვობაში, რავი, მე 5 კლასში 3. მე იცი რას ვაკეთებ ხოლმე ბავშვობიდან ხალხო ვარსკვლავების დანახვა თუ გინდათ და არ ხართ ღიაცის ქვეშ, ესე უნდა დაიჭირო თვალებზე ხელები. და მე რაღაცები ჩნდება. ჩავდება და მე ვარსკვლავები ჩდება და იცით რა кайფია მაგას ვაკეთებ. მაგას გასწავლე ძალიან სულ უნდა ისუნთქო. თითები კარგად უნდა დაიჭირო. უნდა ისუნთქო, მაგრამ მე აქ უნდა მიგაჭირო და მე მაგარ მართლა ითიშები. არასდროს აუ შენ რა უბნელი ხარ. ვერა რატო? მაგას აკეთებ და ყველა. ხო, მაგიტომ ანუ გამიკვირდა. ჩაიკუზო და რა დგები და რა ეცემი. არა, მე ხელს გაჭერენ და კიდე იღლიდან კუილის გაკეთება შეიძლება. მაგრამ და ვერაზოს ვერ ვაკეთებდი. მე სადღაც როგორ დავამუღამე არ ვიცი. შტვენასავითა რა, ანიცი? ალბათ ოფლიანი გაკერდა ეს ჰაერი გეტუმბება, იმიტომ რომ მე ჰაერი არ მეტუმბება. ყველაფერი რბილათა. არა, მე რაც არ მე ზუსტად ანუ უეჭველი გავაკუე. მკერდის ჯირკვალი ამოვიგდა თუ როცა. ისა აქ რა რაღაც მე ის უნდა შექმნა. აი ეს თემა უნდა გააკეთოს რა. ეგ არის აი ის კიდევ რეალურად გავაკუე ახლა. იმდენად რომ აი ეგ არის ძალიან кайფი ხომერება, რომ იმდენად რომ გინდა რომ გამოგდიოდეს და რომ აკუებ და აი რეალურად რომ აკუებ და მაგიჭი რა. აი თუ მაგიჭი და სხვადასხვა აი გემშვიდობები ით და ესეთი ის რა პუით შემოძამ. ხო ესე ტიპიო, ესე ძის რო შევ და პროცესი აკეთებს და ეს პოსტავდა. შუაშიო უინგ ასეთი. ანუ ასეთ ეტაპებდა რა წუილს რა. შეპარება უნდა და ვაფშე სხვა. აუ კაი ხა ეგ არ გიქნია. გონგის ხმა რო არაზრუს არ გიქნია ეგ ცხოვრებაში რომ გაგეკუებინოს და გეთქვას რომ აურაც სუდი სუნია რაღაცა. აი ყველა საკი გაკეთე. პირველი ხო არ ვიტყვი მაგას. შევა დავეთანხმო რა, ხო ყლეს. მაგას როგორ დავი პირველი დომინო როგორ იქნება მაგაში რომ მე გავაკუე და რა სუნია ფული გაკვინის დედა. რო შეაგინოს ხო ფუ გამკვებლის. მე რა ჩემი რა იქნება. იქნებოდა რო ყოფილიყო ეგეთ შემთხვევა, მაგრამ არ ყოფილა. იტყვება. არ მართლა. კაი, всё, გემშვიდობები. ყველას ვინახავ რამდენი ხანი იცი. დავაი, всё, გემშვიდობები. ერთმანეთს ამას არ ამოვჭრეთ. კუილი არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა. რა მნიშვნელოვანია?